გარემოს დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. პროექტის მიზანია საფრთხეში მყოფი და ეკონომიკური ღირებულების მქონე ცხოველთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, წითელი ნუსხის მომზადება ბალახოვანი მცენარეებისთვის, ტყეების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმის შემუშავება და შესაბამისი საკანონმდებლო დოკუმენტაციის მომზადება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირველად გამოიყო თანხა ბიომონიტორინგისთვის, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის. ამის საპასუხოდ გერმანიის მთავრობამ გამოყო ორჯერ მეტი თანხა, რადგან ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ შეგვეძლება მივიღოთ უფრო სწორი გადაწყვეტილებები, რამე თუ გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბიომრავალფეროვნების შესახებ. მოხარული ვართ, რომ ჩვენ მნიშვნელოვან პროცესში ჩართვის საშუალება მოგვეცა. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საშუალებას იძლევა შეიქმნას რეალური სურათი ქვეყანაში არსებულ ბიომრავალფეროვნებაზე და უზრუნველყოს ხელისუფლება სათანადო ინფორმაციით.